ქართული ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები, რომლებიც არიან საქართველოს ოპოზიციაში, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველო იყოს დამოკიდებული ყოველთვის ვიღაცაზე და საქართველო რომ ვერ შედგეს ძლიერ სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს ადამიანები აი ამისთვის იკლავენ თავს მთელი ამ წლების განმავლობაში და მათი მიზანი და ამოცანა არ არის ამ ქვეყნის სიძლიერე. მათი მიზანი და ამოცანა არის, რომ ეს ქვეყანა რაც შეიძლება დაასუსტონ და რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყოს ქაოსი და რომ ყოველთვის ვიღაცებზე ვიყოთ დამოუკიდებელი. აი ეგ არის ამ ნაბოზრების მიზანი. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი დრო, ფინანსები და ენერგია დახარჯეს იმისათვის, რომ გამოეზარდათ ისეთი თაობა, რომელიც უპირობოდ ყურმოჭრილი მონამორჩილი იქნებოდა ევროპის და ეგრეთ წოდებული გლობალური დასავლეთის და რომელსაც კითხვა არ გაუჩნდებოდა არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, რასაც დაგვავალებდნენ ევროპელები და ამერიკელები. მაგრამ საბედნიეროდ ფაქტია, რომ ვერ შეძლეს ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა და ამის განხორციელება და საბედნიეროდ საკმაოდ პატარა ჯგუფია და საზოგადოების მცირე ნაწილი ისეთი, რომლებსაც მოახერხეს და ტვინი გამოურეცხეს ამ ადამიანებმა. ამ ტვინ გამორეცხილებს ვეძახია ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფრის არგუმენტად და ყველაფრის მტკიცებად და ფაქტად იშველიებენ იმას, რომ აი ევროპელები ეგრე იძახიან. მაგალითად, გამჭვირვალობის შესახებ კანონზე რო შეიკითხები, რატო არის ეს კანონი რუსული, მოგიტრიალდება და გეტყვის, რომ იმიტომ რომ აი ევროპელები ეგრე იძახიან. მაგალითად, რო შეიკითხები, რომ რატო არის LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონი რატომ არის ცუდი ამ კითხვას რო დაუსვავ მოგიტრიალდება და გეტყვის რომ იმიტომ რომ ევროპელები ესე გვეუბნებიან და ევროპელებს რა ჩვენთვის ცუდი უნდათ აი ეგ არის მაგათი არგუმენტის მტკიცებულებაც და ყველაფერი და ეს არის ოპოზიციის ბრალი ამ ადამიანებმა ყველაფერი იქნეს რომ ტვინი გამოერეცხათ და გამოელაყებინათ აი ამ ახალგაზრდებისთვის ყველას არ გულისხმობ რა თქმა უნდა და მადლობა ღმერთს რომ საკმაოდ მცირე ჯგუფი არის აი ესეთი გამოშტერებულების რასაც ქვია მე წინა ვიდეოში ვიძახდი და ერთ ვიდეოში ნათქვამი მაქვს და ეხაც გავიმეორებ. როცა სახელმწიფოების დაპყრობა ხდება არა სამხედრო გზით, იქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მთავარი არის ის, რომ განათლების სისტემას უნდა დაარტყა და აი ამას საქართველოში უკვე დაახლოებით 20-25 წელია ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და განათლების პროგრამას ჩვენ არ უწერთ რო იცოდეთ და ეს რაღაცა ეურო სტანდარტების და რაღაცეების ფარგლებში მოკლედ გვიგზავნიან იმ პროგრამებს რა პროგრამებითაც უნდა მოხდეს აქ ახალგაზრდების აღზრდა და განათლების მიღება და ძალიან კარგს იზავს ჩვენი ხელისუფლება თუ აი ამ საკითხს გადახედავს და საქართველოში გაზრდის საქართველოს პატრიოტ თაობას და არა ევროპელ პატრიოტებს და რაღაცა ამერიკის პატრიოტებს. როცა განათლების სისტემას ურტყავენ აი ესეთ ქვეყნებში როგორიც ჩვენ ვართ, ხო? ამ პროცესში დაახლოებით 15 წელი არის საჭირო და საკმარისი იმისათვის, რომ ერთი თაობა უკვე გამოზარდონ ისეთი, როგორიც უნდათ ამა თუ იმ ქვეყნებს და ჩვენთანაც საქართველოშიც აი ამ კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ და პირდაპირ უნივერსიტეტებია გახსნილი, ისეთი უნივერსიტეტები, რომელ უნივერსიტეტებშიც ადამიანებს ტვინებს ურეცხავენ და ზრდიან არა საქართველოს პატრიოტებს, არამედ ევროპის და ვიღაცა ქვეყნების პატრიოტებს. ამ ადამიანებისთვის ქართული ფასეულობები არაფერს არ ნიშნავს და ვითომ რაღაცა ევროპულ ფასეულობებს აღმერთებენ. ოღონდ ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობა რა არის, არც ერთი გარტყმაში არ არის და ევროპული ფასეულობა და
კულტურა გონიათ ტრაკის მიცემა ამ ნაბოზრებს ამათ და უზრდელობა გონიათ რაღაცა დემოკრატიის უზენაესი გამოხატულება. ესე ასწავლიან და ესე უდებენ თავში და იმიტომ. ამის ერთ-ერთი მაგალითია დირჩი ჯაფარა, აი ჩახდა რო უყვარს მაგრად და ტრაკით წაკუზული სიარული რო ევასება. აი ეგ ბავშვებს პირდაპირ ტვინს ურეცხავს და ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ყველაფერი არის თურმე გამოხატვის თავისუფლება რა ადამიანს რომ მიადგები და შეურაცხყოფას მიაყენებ და რავი ეუზრდელები და რო უზრდელობ ეს ყოფილა თურმე გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება და აი ეგრე აშტერებენ ამ ბავშვებს და სწორედ ღუპავენ ადამიანებს ესენი და ართმევენ ცხოვრებას ესენი არიან აქ საქართველოში ვინც მოქმედებენ კონკრეტული ჯგუფი აგენტები ეგრე უცხო ქვეყნის სამსახურების მაგრამ ამათ ყავთ პატრონები რომლებიც აი გლობალურად სამყაროში ცდილობენ რომ აი ეს რაღაცა როგორ თქვა რაღაცა სისულელეები დაამკვიდრონ ნორმად და მადლობა ღმერთს რომ აი ტრამპის გაპრეზიდენტებით აი ამ პროცესების როგორ თქვა შეკავება დაიწყო და იმედი მაქვს რომ საქართველოშიც ჩვენი ხელისუფლება ნებას იბოძებს და გადაარჩენს აი ამ ბავშვებს აი ამ ნაბოზრებისგან და პირდაპირ უნდა ეკრძალებოდეთ სამასწავლებლო საქმიანობა ისეთ ადამიანებს რომლებიც შემჩნეული არიან უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ადამიანები თვითონ ხوار არიან ამ ქვეყნის პატრიოტები. და უფრო მეტიც ცდილობენ რომ საქართველოში გამოზარდონ ევროპის პატრიოტები და არა საქართველოს პატრიოტები. და საქართველოში გამოზარდონ არა ქართული ფასეულობების დამცველები, არამედ რაღაცა ვითომ ევროპული ფასეულობების დამცველები. აი ეს არის ამათი ბუნება ამ არასწორი ხალხის და ეს არ არის სახუმარო თემა და რაც უფრო დიდხანს მიცემს ჩვენი ხელისუფლება ამ ადამიანებს აი ამ მტრული საქმიანობის უფლებას მით უფრო მეტ ადამიანს დაღუპავენ ესენი და ააცდენენ გზას